კიდევ დასაწყისია ამ პროცესის და ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ საერთაშორისო გამოძიება ჩატარდეს და დადგინდეს ყველა დამნაშავე, ვინც ეს გამოიყენა და შეიძლება ამისთვის ბრძოლა დიდხანს დაგვჭირდეს, მაგრამ სიმართლე აუცილებლად დადგინდება. ეხლა დღეს გვინდა ჩვენ პატარა აქცია პერფორმანსით გამოვხატოთ პროტესტი იმისა, რაც ერთი წლის წინ ამ რეჟიმმა ჩაიდინა ქართველი ხალხის მიმართ და ხმაურის ფონზე ჩვენ გავუშვებთ კვამლს, რომლის არის ზუსტად იმის ჩვენება, რომ გასულ წელს ჩვენ მოგწამლეს და კარგი იქნება თუ ხმაურიც ასევე ვის ხმაურიც შევაგებებთ ამას, რომ დავაკავოთ, რომ ჩვენ ამას არ შევეგუებით. და გვჭირდება კიდე სხვა ტიპის ანალიზი, თუ რა გავლენა მოახდინა ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, იმიტომ რომ თუ ხისიერად არ არის გამოხატული ეს მაშინ არ გამოიხატა, არ ნიშნავს, რომ ველოდენად ადამიანის ჯანმრთელობაზე შეეძლო გავლენა არ მოეხდინა და ეს არის ალბათ მე მგონი პირველი შემთხვევა, როდესაც 9 აპრილის მერე ესეთი მომწამლელი ნივთიერება იყო ქართველი ხალხის მიმართ გამოყენებული, მაშინაც იყო, რომ მალავდნენ ამ ნივთიერების შემადგენლობას, რო არ გაეგოთ ვინ რა ზემოქმედება მოახდინა ადამიანის ორგანიზმზე და ეხლაც ჩვენ გვჭირდება უფრო სიღრმისეული საერთაშორისო გამოძიება იმის დასადგენად, ერთი რომ გამოვავლინოთ ყველა დამნაშავე და მეორე ჩვენ გვაქვს უფლება ვიცოდეთ რა გვასუნთქეს ამ ნაძირლებმა რა. უნდა გავიგოთ რა გვასუნთქეს, რომ რაღაც ნაწილში ჯანმრთელობასაც მივხედოთ ყველა და ვიცოდეთ როგორ უყურნალოთ საკუთარ თავს და ამის გარდა უნდა დავადგინოთ ყველა დამნაშავე. ხა ძალიან კაი გამოთქვა დრონი მეხობენო და რაც არ უნდა მოინდომონ ამათმა, ეგ არსად არ გაქრება მეგობრებო ეს ინფორმაცია და ადრე თუ გვიან პასუხს ყველა აგებს.